ამრიგად ფარული კენჭის ხრით მონაწილეობა მიიღეს იგი 28 კანდიდატმა, აქედან 22 დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის კანდიდატურას, 6 არის მოწინააღმდეგე. ხაშურ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თანამდებობაზე პირველ სხდომაზე ვაჟა შუბითიძე 22 დეპუტატის მიერ აირჩა, ხოლო 6 დეპუტატმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატია. ხაშურის საკრებულოს თანამდებობისთვის მის გარდა დავით გელაშვილი და მამუკა წიგარიშვილი ბრძოლობდა, თუმცა კოალიცია ქართულმა ოცნებამ მხოლოდ მისი კანდიდატურა წარადგინა. მქონდათ სურვილი, რა თქმა უნდა, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა არის თავისუფალი, ნებისმიერ დასახელების უფლება 3 წევრს, ერთი კანდიდატის დასახელების უფლება, მაგრამ კოალიციური მიზნებიდან გამომდინარე, თქვა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ თავი შეეკავეს და ჩემ კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. უამრავი პრობლემა, უმუშევრობიდან დაწყებული სოციალური პრობლემატიკა, ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მიხედავ უნდა ყველაფერს. ესთეტიკა, რაიონის აღშენებლობა ახალი ძალები, რომლებიც თქვათ, მოვიდნენ ხელისუფლებაში, არიან საკმაოდ გამოცდილი და მომწიფებული იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაწყვიტონ წარმატებით. ვაჟა შუბითიძის კანდიდატურა ახლად არჩეული საკრებულოს 6 დეპუტატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ისინი დიასთან ამ საკითხზე ღიად არ საუბრობენ. ბატონი ვაჟას კანდიდატურა ვფიქრობ, რომ მისაღებია ჩვენთვის, ვინაიდან არის მეცნიერ მუშაკი, ერუდირებული, განათლებული პიროვნება და დანარჩენს გვაჩვენებს მუშაობის პროცესი, როგორ იქნება და კენჭის ხრა, იმიტომ არის ფარული ჩემო გარკვე, რომ ნება მომეცი დავითო მაგას ჩემთვის მაგ ინფორმაციას დახუროს. იცნობს თუ არა ხაშურის მოსახლეობა საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს დიამ ამ კითხვით მოსახლეობის ნაწილს მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარედ ვაჟა შუბითიძე აირჩიეს და თუ იცნობთ მას? ნახდათ არ ვიცნობ. არ ვიცნობ. მის საქმიანობის შესახებ თუ გსმენია? არაფერი. თავმჯდომარედ ვაჟა შუბითიძე დაინიშნა დღეს და თუ იცნობთ მას? არ ვიცნობ. არ გსმენიათ მის შესახებ არასდროს? არაფერი არ ვიცი. როგორ გონიათ რას გააკეთებს ხაშურისთვის? ვერაფერს ვერ გეტყვი. არ ვიცნობ ადამიანს და როგორ გითხრა აბა მითხარ. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2000-2014 წლებში დავით ლომიძე იკავებდა, რომელიც დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. ახალი თავმჯდომარე მოსახლეობას პრობლემების მოგვარებასა და ქალაქში კულტურის განვითარებას პირდება.